საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობამ დავითიანმა წარმატებით დაასრულა 2025-2026 სასწავლო წელი, რომლის განმავლობაში მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული პროექტები განხორციელა. წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა იყო პროექტი „წიგნიერი ლიდერი“, სტუმრებთან ერთად სწორედ განვლილ წელსა და წარმატებულ პროექტებზე ვისაუბრებთ და შევაჯამებთ. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე, დავითიანის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ქათამაძე და მოხალისე თანაფალისიტატორი ბარბარე სვანაძე. დილამშვიდობის, გმადლობთ მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. მოდით საუბარი დავიწყოთ ბატონო ნიკა, თქვენით აქცენტები გავაკეთოთ წლის განმავლობაში მსოფლიო რელიგიის ისტორიის კუთხით რა თემები განიხილეთ, საგანმანათლებლო თვალსაზრისით რა პროექტები განხორციელდა და შემდგომ უკვე დეტალურად ჩავშალოთ ამ პროექტების მნიშვნელობა. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ტრადიციულად გვაქვს რელიგიის ისტორიის სწავლების კურსი, როდესაც დავითიანი დაფუძნდა, აქედან დაწყებული 2007 წლიდან ჩვენ უკვე ამ პროექტებს ვახორციელებთ. თუმცა რელიგიების ისტორიის, მსოფლიო რელიგიების ისტორიის კურსი ცოტა მოგვიანებით დავამატეთ, რადგანაც სურვილი გაჩნდა მოსწავლეებში გამოკითხვის შედეგად, რომ რას დაამატებდით ამ კურსს და მათ აირჩიეს ეს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, სადაც ცხოვრობენ ჩვენს გვერდში სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის თუ რელიგიური მიმდინარეობის ხალხი, ახალგაზრდები და ეს გაუცხოება რომ დაიძლიოს, ამისთვის საჭირო არის რომ ვიცოდეთ როგორც საკუთარი რელიგიის შესახებ, ასევე განსხვავებული რელიგიის შესახებ, რომ უფრო შეგვეძლოს გავარჩიოთ რა არის განსხვავება, რაღაცა შეიძლება საერთოდაც კი ვიპოვოთ, ხო? აი იქნება შეიძლება მოძღვრებაში, ფილოსოფიაში რაღაც იყოს ისეთი გადაკვეთის წერტილები და ეს იმდენად საინტერესოა მოსწავლეებისთვის, რომ მე უფრო კარგად აფასებენ განსხვავებას და თანხმედრას ერთმანეთში. თავიანთი რელიგიის განმტკიცების მიზნითაც ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ აქ რო ხედავენ განსხვავება რაშია, რამდენად ფუნდამენტურია ეს საკითხები, აი ამაზე გავაკეთეთ ჩვენც ესეთი თავიდან დაახლოებით 7 წელია ჩვენ ამ მიმართულებითაც ვასწავლეთ და აი მაგალითად ძირითადი რელიგიური მიმდინარეობები, მსხვილი რელიგიები მაგალითად როგორიც არის ისეთი განსხვავებული ისლამი, კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი, ინდუიზმი, ბუდიზმი, რა თქმა უნდა ჩვენთან სწავლობენ ძველი აღთქმა, ახალი აღთქმა, კატეხიზმო, ეს ძირითადი საკითხები ქრისტიანული მოძღვრებისა და დამატებითი კურსი გვაქვს. რა თქმა უნდა ეს შემოკლებული კურსია, თითო ლექცია ეთმობა ამას, მაგრამ მაინც საინტერესო არის, იმიტომ რომ ბავშვმა უნდა იცოდეს განსხვავებები და უფრო მეტად შეძლოს აქედან გამომდინარე თავის ანატოლებთან ურთიერთობა. აი მაგალითად დღეს ახლა საზღვრები ფაქტობრივად მოხსნილია, ხო, სოციალური ქსელებით, უამრავი მეგობრები ყავთ, უცხოელები და რაღაც. აი მათთან კომუნიკაციაშიც ეხმარებათ. ეს სხვათა შორის თვითონ ბავშვებისგანაც მოვისმინეთ ჩვენ, რომ მათ გაუადვილდათ ურთიერთობები. ახლა რამე დაპირისპირებები კი არ ქონდათ, მაგრამ უბრალოდ ცნობიერება, ცოდნა მოემატათ სხვადასხვა რელიგიების მიმართ და ამით უფრო მეტად გაუმყარდათ თავიანთი რელიგიის მიერ დამოკიდებულება, უფრო მეტად გაიაზრეს, ამაზე არის საუბარი და ჩვენთან სწავლობენ ხოლმე წარმოვიდგინეთ სომხურ ეკლესიის წარმომადგენლები, მუსლიმები, იეზიდები, განსხვავებული რელიგიის მოსწავლეები, რომლებიც არანაირ დისკომფორტს არ გრძნობენ ჩვენთან პირიქით, იმდენად არიან ჩართულები, რომ ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვის დროს, აი ერთგულად ბოლომდე ჩვენ გვერდში დგანან. დეკორაციების აწყობა, დაშლა პროცესები თავისთავად, რაც პატივისცემას აყალიბებს ერთმანეთის მიმართ. კი ბატონო, აი მე არ მახსოვს ჯერ რომ რაღაცა ესეთი დაპირისპირება მომხდარიყო. პირიქით, ისე მეგობრობენ ერთმანეთში განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური წარმომადგენლები, რომ აი მეგობრები არიან რა, ბავშვობის მეგობრებივით არიან ერთმანეთთან. დიახ, ძალიან სასიამოვნო ამ ყოველფრის მოსმენა თავისთავად. ქეთი, თქვენ რომ გვესაუბროთ პროექტების შესახებ, თუ როგორ ხდება ამ პროექტების დაწერა, ასე ვთქვათ, შემდგომ ამ ყოველფრის გაანალიზება, დამუშავება და განხორციელება. მოგესალმებით პირველ რიგში და მივესალმებით თქვენს მაყურებელს.
მინდა აღნიშნო, რომ დავითიანში პროექტ წიგნიერი ლიდერის ერთ-ერთი მიმართულება არის საკლუბო მიმართულება, რომლის ფარგლებშიც მეორე სემესტრის განმავლობაში აქტიურად ისწავლება პროექტების წერა და განხორციელება. რაც გულისხმობს კონკრეტულად ეს დეტალურად რომ გითხრათ, პირველ რიგში ჩვენ ჩავატარეთ პროექტების წერისა და განხორციელების ტრენინგი, ანუ ჩვენი ლიდერები და თანაფასილიტატორები ყავდა კონკრეტულ ტრენინგზე გავიარეთ რამდენიმე დღიანი სწავლება, სადაც ჩვენმა ლიდერებმა და თანაფასილიტატორებმა შეძლეს უკვე არსებული ცოდნის გაღრმავება, კომპეტენციის გაზრდა, ასე რომ ვთქვათ, და ამის შემდეგ უკვე მე-10 კლასელებთან, ჩვენს სასკოლო კლუბებთან გავიტანეთ ეს თემა, ანუ პროექტების წერა და განხორციელება ვასწავლეთ. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სესიებად იყო დაყოფილი კონკრეტულად პროექტების წერა და განხორციელება, ვასწავლეთ თითოეული ეტაპი, როგორ უნდა მოხდეს საპროექტო განაცხადის შევსება, როგორ უნდა მოხდეს მიზნების და ამოცანების დასახვა და შემდეგ მათი განხორციელება. შევისწავლეთ რა რისკები შეიძლება ახლდეს პროექტს და როგორ შეიძლება ამ რისკებისგან თავის დაცვა, ასე ვთქვათ. და ამის შემდეგ უკვე ვიმუშავეთ საპროექტო იდეებზე. თქვენ როგორც იცით, ჩვენ დაახლოებით 30 სკოლასთან თანამშრომლობთ და 150-მდე მოსწავლე გვყავს, რომელიც გადანაწილებულია სხვადასხვა დღეებზე. საბოლოო ჯამში ჩვენ გვყავს 5 დღის, ასე ვთქვათ, გუნდი და თითოეული გუნდს აქვს თავისი საპროექტო იდეა. ანუ თითოეულმა გუნდმა იმუშავა თავის საპროექტო იდეაზე. ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო და საკმაოდ ხანგრძლივი, ასე რომ ვთქვათ, და ამ პროცესში ძალიან ბევრი, ასე რომ ვთქვათ, ბევრი აზრთა სხვადასხვაობა იყო, თუმცა საბოლოოდ გუნდი შეჯერდა, თითოეული გუნდი ერთ საპროექტო იდეაზე და ჩვენ განვახორციელეთ წლის ბოლოს 5 საპროექტო იდეა, რომელიც იყო სწორედ მე-10 კლასელების მიერ ინიცირებული და სწორედ მათი ინიციატივითაც და ჩართულობით განხორციელდა. ძალიან საინტერესო იქნება ამ იდეების მოსმენის შესახებ, თუ რაზე ამახვილებენ ყურადღებას. კი, გაგაცნობთ აუცილებლად. მთავარი ამ პროცესში არის ის, რომ განხორციელებული იდეებით ჩვენს მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ის ცოდნა, რაც მიიღეს თეორიაში, რეალურად გამოეცადათ პრაქტიკაში და ენახათ რეალურად როგორ ხდება პროექტის განხორციელება. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ფასეული გამოცდილება მათი დავითიანში ყოფნის პერიოდში და რაც შეეხება უშუალოდ პროექტებს, როგორც აღვნიშნე, 5 სხვადასხვა პროექტი იყო. ეს პროექტები იყო გაიწაფე მხატვრულ კითხვაში, მხატვრული კითხვის კონკურსი, სადაც მივიღეთ, ასე რომ ვთქვათ, ვიდეოები სხვადასხვა მონაწილეებისგან, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს, რომ ჩართული იყვნენ ამ პროექტში. შემდეგ მოხდა მასტერ-კლასის ტიპის შეხვედრა, ყავდა მოწვეული სტუმარი, რომელმაც მოისმინა ჩვენი მონაწილეების მხატვრულად კითხვა, გაიცა რეკომენდაციები და ამის შემდეგ უკვე მოხდა ვიდეოების ჩაწერა, სადაც ჩვენმა მონაწილეებმა გაითვალისწინეს რეკომენდაციები, გქონდა Facebook-ზე განთავსებული ვიდეოები და იყო შესაბამისად კონკურსი, რომელიც ემსახურებოდა ისევ და ისევ მხატვრული კითხვის პოპულარიზაციას, რომ ახალგაზრდებს თავიანთი საკუთარი თვალით ენახათ, ჩვენთან ეს პროცესები და დაინტერესება გაზრდილიყო და შემდეგ უკვე გქონდა შემაჯამებული დახურვა, სადაც წარმოდგენილი იყო ყველა მონაწილე კონკურსანტი, მოეწყო ღონისძიება და დასაჩუქრდნენ, ასე რომ ვთქვათ, სიგელებითა და მცირე სამახსოვრო საჩუქრებით. ბარბარე არის ჩვენთან, რომელიც არაერთი წლის განმავლობაში თავად ჩართული იყო ამ პროექტებში, როგორც მოსწავლის სახით და შემდგომ გაიმალა, ასე ვთქვათ, კვალიფიკაცია, თანაფასილიტატორი არის ახლა უკვე ამ ამპლუაში წარმოდგენილი. თავდაპირველად ბარბარე, მოდი გითხარი, თუ რა მოგცა დავითიანმა და როგორ განვითარდა შემდგომ შენი ურთიერთობა შენს თანატოლებთან, მათთვის გაზიარება იმ ცოდნის, ვთქვათ, რაც აქ დააგროვე და რამდენად დაინტერესდნენ თავად, რომ ყოფილიყვნენ ამ პროექტების თანამონაწილეები, ასე ვთქვათ. მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. დავითიანში უკვე წლებია ვიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას და ყველაფერი დავიწყე მე-10 კლასში, როდესაც მე გავიადრე ეს წიგნიერი ლიდერის პროექტი 1 წლის განმავლობაში და ვსწავლობდი სხვადასხვა რაღაცებს, რაც დღესაც ძალიან მეადგება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამის შემდეგ დავამთავრე ლიდერთა აკადემია, სადაც 1 წლის განმავლობაში გვიტარდებოდა ტრენინგები, როგორიც არის მაგალითად სწორი კომუნიკაცია,
კომუნიკაცია, გუნდურობა, სხვადასხვა სახის ანალიზები, SWOT-ის ანალიზი, პრობლემის ხე. და ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე. ამის შემდეგ მქონდა ერთკვირიანი ტრენინგები ბაკურიანში, რომელსაც 2 ფასილიტატორი უძღვებოდა და მათ გვასწავლეს უშუალოდ როგორ უნდა გავხდეთ კარგი ფასილიტატორები, როგორ უნდა შევიდეთ თითოეულ ბავშვთან კონტაქტში, როგორ ვიპოვოთ საერთო ენა მათთან, როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა თავისუფლად იგრძნობს თავს და ასევე გვქონდა სიმულაციები. ამის შემდეგ კი უკვე დაიწყო წლევანდელი წელი, სადაც ვიყავი თანაფასილიტატორი და ამ 1 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ცოდნა დავაგროვე, რადგან პირველად ვიყავი უშუალოდ ლიდერის და არა მსმენელის პოზიციაზე თავიდან ძალიან ნერვულობდი, თუმცა მალე მივხვდი, რომ ეს ნერვულობა საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან ყველაფრისთვის მზად ვიყავი და დავითიანმა ამისთვის მომეზადა. თანაფასილიტატორის ფუნქცია მოვალეობებიც რომ კარგად ჩავშალოთ, ასე ვთქვათ, თუ რას მოიცავს. თანაფასილიტატორი როცა ვიყავი ამ 1 წლის განმავლობაში, ბავშვებთან შევდიოდი კონტაქტში, მათ ვასწავლიდი კომუნიკაციას და ეს ჯგუფი შევკარით, ასე ვთქვათ, გუნდად. პირველი სესიიდან ძალიან მარტივად დამეგობრდნენ ბავშვები ერთმანეთთან და ვუზიარებდი იმ ცოდნას, რაც მე აი ამ წლების განმავლობაში დავითიანში დავაგროვე. ასევე ვიმუშავეთ პროექტზე, რაც ქეთი მახსენა და აი ამ 1 წლის განმავლობაში ამ ყველაფერს სწავლობდნენ ბავშვები, კომუნიკაციას, გუნდურობას, პროექტის დაწერას და ამის განხორციელებას. რამდენად არიან დაინტერესებულები ახალგაზრდები რომ ჩაერთონ ამ პროექტში და შემოუერთდნენ ამ დიდ გუნდს? ვფიქრობ, რომ ძალიან დაინტერესებულები არიან, რადგან აი უკვე თუნდაც დახურვის ცერემონიაზე მე-9 კლასელები მოყავდათ და ისინიც უკვე ელოდებიან შემდეგი წლის დაწყებას, რომ უშუალოდ ჩაერთონ ამ პროექტში. ასევე ბავშვები, ვისაც ვასწავლდი, მათაც მითხრეს, რომ აი შემდეგ წელს თუ ვიქნებოდი დავითიანში და რო ვკითხე, რატომ მეკითხებოდნენ ამას, მითხრეს, რომ მათაც უნდათ ჩემთან ერთად სესიების ჩატარება და თანაფასილიტატორი რო გამხდარიყვნენ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ძალიან დიდი მოთხოვნა არის და ასე ვთქვათ, ბავშვები ყოველთვის ეძებენ ისეთ ადგილს, სადაც მეტ გამოცდილებას და ცოდნას დააგროვებენ, თუნდაც პროექტის დაწერას. დიახ, ნიკა, რომ აღნიშნოთ, თქვათ, თუ როგორ მოხდა ასევე დაჯილდოება, როგორ წარიმართა ეს პროცესი, ვინ გამოვლინდა გამარჯვებული და რაში გამოვლინდა, ასე ვთქვათ. ზოგადად ძალიან ამაღელვებელია დახურვის ცერემონია, იმიტომ რომ ეს ბავშვები, რომლებიც 1 წელი ჩვენი მეგობრები არიან, თან ვიცით რომ ესენი უკვე ისე აქტიურად ვეღარ ივლიან ჩვენთან, თუმცა ჩვენ ვაგზელებთ მათთან ურთიერთობას, ჩვენი მხრიდან გვაქვს შეთავაზება ლიდერთა აკადემიის მიმართულებით და ვისაც აქვს ამისთვის დრო და შესაძლებლობა რომ ჩაერთოს ამ პროექტში, 1 წელი კიდევ არიან ჩვენთან და ჩვენი ესეთი უფრო ახლო ურთიერთობა და მეგობრობა კიდევ უფრო ძლიერდება. როგორც აღნიშნე, ძალიან სახალისოა ეს დაჯილდოების ცერემონიალი, გვაქვს ბოლოზარი, თეთრი პერანგები, წარწერების ამახსოვრო და ასე შემდეგ და რაც შეეხება გამარჯვებულებს, გამარჯვებულები გამოვლინდებიან 3 მიმართულებით. პირველი, აი ქეთის მიმართულება, რაც არის საკლუბო მიმართულება, მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში რამდენიმე საკლუბო პროექტს, სასკოლო პროექტს ახორციელებენ, ამაში იღებენ განსაზღვრულ ქულებს და ამ ქულების ჯამის მიხედვით ისინი მოიპოვებენ გამარჯვებას. რაც შეეხება სასწავლო მიმართულებაში, აქ 2 მიმართულება არის ასე ჩაშლილი. ერთი არის გუნდური გამარჯვების შესაძლებლობა ეძლევათ ინტელექტუალური კონკურსის მიხედვით, ანუ ვიქტორინის სახით და გუნდი იმარჯვებს, ვინც უფრო მეტ ქულას დააგროვებს ესეთი გუნდური თამაშის მიხედვით. და ასევე თუ გუნდურად არ გაუმართლა, იქნებ ვერ შეძლო გუნდმა მობილიზება, ინდივიდუალურად აქვს გამარჯვების მოპოვების შანსი ტესტირებების საფუძველზე. ანუ ის საკითხები, რაც ჩვენთან გაიარეს, ტესტირება უნდა დააწერონ, უმაღლესი ქულები მოიპოვებენ გამარჯვებას. ჩვენ წელს 2 სკოლა ყავს გამარჯვებული საკლუბო მიმართულებაში 115 საჯარო სკოლა, სასწავლო მიმართულებაში 59 საჯარო სკოლა და ინდივიდუალური მიმართულებით რამდენიმე სკოლის მოსწავლემ, 5 მოსწავლემ გაიმარჯვა, სხვადასხვა სკოლიდან 99 სკოლის მოსწავლეები არიან, რომელთაც მოიპოვეს ტაო კლარჯეთის სამდღიანი საგზური და აი სულ მალე უახლოეს დღეებში ჩვენ ვიმოგზაურებთ ჩვენს ძველ საქართველოში, ისტორიულ საქართველოში. ნიკა, რომ შევაჯამოთ 2025 და 2026 წელი რა მისცა დავითიანმა ახალგაზრდებს და რა თქმა უნდა საომავლო გეგმების შესახებ უნდა გკითხოთ. დავითიანმა 2025-2026 წელს ძალიან დიდი შესაძლებლობები მისცა როგორც განვლილ წელს, მაგრამ წელს იყო სიახლე ის, რომ
ჩვენ უფრო გაფართოებული გუნდით შევხვდით ახალგაზრდებს, უფრო მეტი რესურსი, ადამიანური რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ ჩვენი მოსწავლეები უფრო წარმატებულები ყოფილიყვნენ. აი აქ ახსენეს პროექტების წერა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ახლა დაწერილი პროექტი, რომელიც დაწერეს, გაანახორციელეს და დაამთავრდა. ეს არის მათი მომავალის პირველი ნაბიჯები. შესაბამისად, ახლა დღეს ძალიან ხშირად არის, ხო, უამრავი პროექტი ცხადდება სახელმწიფოდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ბევრი შესაძლებლობა აქვს, მაგრამ თუ პროექტის წერა არის, ის ვერ დაწერს ამ პროექტს, ხო? აი პირველი ნაბიჯები გადადგეს. ძალიან ბევრი უნარი გამოიმუშავეს. რომელიც რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად გაუძლიერდებათ ლიდერთა აკადემიაში და შემდეგ უკვე უნივერსიტეტებში და ცხოვრებაში გამოადგებათ, ხო? ეს ნათელი მაგალითი დღეს აქ ბარბარე არის ჩვენთან წარმოდგენილი, მაგრამ ძალიან ბევრი ასეთი ბარბარე ყავს, რომელმაც გაიარა ჩვენი კურსი და ბევრ დიდ წარმატებას მიაღწია. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება ჩვენ ზოგადად ძალიან ბევრი იდეა გვაქვს ჩვენი ჯგუფი და გუნდი ერთობლივად მუშაობთ ამაზე არ არის ესე რომ ვიღაცას მოუნდეს და განხორციელდეს არა ვიტყვით ერთს ვიღაცა იტყვის მეორეს მესამეს და მე მთელი გუნდი ამაზე ვმუშაობთ სამომავლო გეგმებში რა თქმა უნდა ისევ წიგნერი ლიდერი გაგრძელდება და ვფიქრობთ რომ ის პროექტები რომელიც განვახორციელეთ კიდევ უფრო მეტად უნდა დავტვირთოთ უფრო უნდა გავფართოვდეთ 30 სკოლამდე არიან ჩართულები წელს და ვფიქრობთ რომ შეიძლება ის გაიზარდოს იმიტომ რომ მოთხოვნაც იზრდება მოგეხსენებათ რომ ასე ხელმისაწვდომი უფასოდ ასეთი პროექტები არ არის ასეთი შესაძლებლობები არ აქვს და ფუფუნებაც არ აქვს იმისი რომ ფინანსურად ძლიერი იყოს ჩვენი ქვეყანა რომ ყველა მოსწავლეს შეეძლოს ასეთ პროექტებში ჩართვა თუმცა უფასო იმას არ ნიშნავს რომ ეს რაღაცა ხარისხის მიხედვით რაღაც ცოტა დაბალ ხარისხიანი არის ვინც თვალყურს ადევნებს თქვენი ორგანიზაციის მუშაობას ასე ვთქვათ ძალიან კარგად იციან თუ რა ხარისხზე არის საუბარი აი უფასოს რო გებულობენ ნახა რადგან უფასო ესე არ არის ჩვენ აქ ვდებთ უზარმაზარ რესურსებს. სხვათა შორის ეს ყველაფერი დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ, უფასო უბრალოდ არის მათთვის, ვინც ღებულობს ამას თორე. ამაში ძალიან დიდი რესურსი იხარჯება და განსაკუთრებით ადამიანური რესურსი და მე მინდა აქვე ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პირველ რიგში ჩვენს საყვარელ პატრიარქს ილია მეორეს, რომელმაც უშუალოდ მისი მეთაურობით დაიწყო ეს ყველაფერი. აქვე ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენი ახალი პატრიარქი უწმინდესი შიო მესამე მინდა ვახსენო რომ ისიც გვერდში გვიდგას ამ ყველაფერში, იმიტომ რომ ადრეც ქონია მეუფეობის პერიოდში შეხვედრა და ხარდაჭერა მივიღეთ მისგანაც და იმედი მაქვს რომ ასე გაგრძელდება და ასევე მე მინდა ჩვენი ხელმძღვანელი კოტეს ვანაძე და მთელი გუნდი მადლობა უთხრა ყველას აი ერთობისთვის რომელიც ჩვენთან არის და ეს ერთობა ქმნის მე იმ პროდუქტს იმ შედეგს რომელიც აისახება ხოლმე ჩვენს ბავშვებზე ძალიან დიდი მადლობა ამ დიდი საქმისთვის რომელსაც თქვენ ეწევით და დიდი მადლობა მოგზაურებისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა დღევანდელ გადაცემაში საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანის არაფორმალური განათლების საგანმანათლებლო მიმართულების ხელმძღვანელი ნიკა ცხომელიძე, დავითიანის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორი ქეთევან ქათამაძე და მოხალისე თანაფალისიტატორი ბარბარე სვანძე იყვნენ ჩვენი სტუდიის სტუმრები.